ბიჭო, ევროპაში ხო ძალიან ზრუნავენ ადამიანის უფლებებზე და ნახე, ეს კაქტუსი გაპარსულია. ხო არითკი. ხო. არ არის ჯერ გაპარსული, თქო ფული მოტეხეს. აბა, მოდი მოვაჭახუნოს. ეს საჭადრაკო ტურნირი დაულოცოთ და ყველაფერი ლამაზად. გუნდური არასოდეს მითამაშია და რამე ტაქტიკა, რამე უნდა ვიცოდეთ? არაფერი. თავარი არის რომ მოიგო რა, კარგად ითამაშა. მაგალითად შეგხედე იგებ. მოდი გვერდ ხო ვარ ყველა. კი. დავინახე რომ იგებ. ამ შემთხვევაში და მე მაგ შანსი ყაიმი გავაკეთო. კარგია თუ გააკეთე. ამ შემთხვევაში ყაიმზე უნდა წავიდე, ხო? კი. და გააჩნია შენ რა შვები. მე თუ ვაგებ, ესე იგი ერთი ფრე არის და ეგ შენზეა უკვე რა რას. -10-ში არ უნდა გაარისკო რა თქმა უნდა თუ ყაიმზე ეტება შეგვიძლია. კომუნიკაცია არ შეგვიძლია, ხო? ერთმანეთთან რომ ახლა მიდი შენ მოუგე და მე ყაიმს გავაკეთებ არ შეგვიძლია, ხო? ძალიან საინტერესო შოუა გუნდური. 6900-ია მაქსიმუმი რეიტინგი გუნდის. ანუ 6900 ვერ უნდა გაცდე, ისეთი სამი კაცი უნდა არჩიო გუნდში. და ნოდარ შეეძლო ეგეთი გუნდი ეპოვნა, რომ 2300-იანები ყოლოდა გუნდში, მაგრამ ჩვენი გამომწერების გამო და ჩვენი სიყვარული და ჩახუტება ჩვენ გავაკეთეთ უჯარიმოდ ეგეთი გუნდი, დავიკიდეთ რეიტინგი იქ როგორ აჯობებდა ისა, გავდივართ ერთად რა. ხო და რომელი ნომერი ვარ თუ რაღაცებს ყვებოდი და თქვი? ჩვენ ვართ მე-6 ნომერი რა. ძალიან ცუდადაც არ არის საქმე ეს. კი. სხვათა შორის მე მგონია რომ ჯობია რომ ის იყო რა. არაფაო ანდერდოგი იყო კი რა. უფრო მეტი შანსი გვექნება დარწმუნებული ვარ რომ აქ ბევრს გავამწარებთ რა. კავკასიელები დავეჯახეთ ერთმანეთს. პირველ ტურში შევხვდით ძალიან კარგ სომხურ გუნდს. ნოდარმა მოიგო, მე და ზურამ წავაგეთ და შესაბამისად გუნდმაც წააგო. ნოდარი დავაღალატეთ. აბა მეორე ტური იწყება, მედია გამოფხიზდებიან ჩვენი გლადიატორები. მეორე ტური მოვიგეთ 2-1, ნოდარს არ გამოუცხადდა მოწინააღმდეგე, რომელიც გაიბუტა პირველ ტურში წაგების გამო, ეწყინა და აღარ მოვიდა. ზურამ მოიგო, მე ფიდემასტერთან წავაგე, საბოლოო ჯამში გუნდმა მოიგო. მესამე ტურში შევხვდით ძალიან საინტერესო იტალიურ გუნდს, სამივეს 2000-ზე მაღალი ჰქონდა რეიტინგი, მაგრამ დავამარცხეთ. სამივემ მოვიგეთ. აუ, ჩემი სათრევია გუნდი რა. აი ძელი მივათრევ რა, გუნდს მივათრევ. ძლივს მოვიგე, ჩემი პირველი გამარჯვება რაპიდში. მაპატიეთ. სიცხიანი ვარ, ყველაფერი მტეხავს. ვერაფერს ვერ უყურებ და თქვენ უნდა გაგვათრიოთ რა, თქვენ ნორმა უნდა გამათრიოთ. სადღაც შეიძლება მეც მოვიგო, მაგრამ ისე თქვენ უნდა გაგვათრიოთ რა. ბოლომდე იბრძოლე ჯავახ, ბოლომდე იბრძოლე. ყველაფერს დავდებთ. 3 ტურიდან 2 მოგება გვაქვს. ნახოთ რა გამოგო. პირველი ტურიც რომ მოგვეგო, კაი იქნებოდა. არ იყო წასაგები, მაგრამ რაღაცა გიჟივით ვითამაშე. აუჩო, თავარია ახლა მობილის დეთ. უჯარიმოდ. მეოთხე ტურში შევხვდით ძალიან ძლიერ სლოვაკურ გუნდს. 2 ფიდემასტერი ჰყავდათ, საშუალო რეიტინგი ჰქონდათ 2218, ჩვენზე თითქმის 200-ით მეტი და დამაჯერებლად მოგვიგეს 2-1 ნოდარმა მოიგო, ჩვენ ისევ დავაღალატეთ გუნდი. მოკლედ ეგეთი ამბავი მოხდა. ვიგებდი
2300 რაღაციან FIDE Masters დავახიე დაფა თავზე. ასე არაკორექტულად, იმიტომ ლაპარაკობ რომ ღირსია. ერთი წამით ადრე გააკეთა სვლა. ფიგურები აიყარა, ვერ გავიგე სად რა ფიგურა იყო და მომენტალურად ერთი ხელით რაღაცა გავასწორე, მეორეთი სვლა გავაკეთე. ატეხა წივილკივილი ამას მოკიდეო ხელიო, დაუძახეთ საჯს აუხსენით, ვერაფერი ვერ გავაგებინეთ და მე ვთხარი, კაი თქვენი იყოს მოგება თქო. მე გამოცდილება არ მეყო, ნოდარმა ეხა ამიხსნა რომ ეგეთი რამე თუ მოხდება, უბრალოდ საათს ვაჩერებ და ვეძახი საჯს. ეგეთი რაღაცა არ ვიცოდი. სამომავლოდ მეცოდინება, ეგეთ შემთხვევაში უბრალოდ საათს გავაჩერებ და საჯს დაუძახებ და ერთ სვლაში იყო მატი. ერთ სვლაში იყო მატი, რომ არ აყრილიყო ფიგურები დავინახავდი, მაგრამ ყველა ფიგურა რომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა დაფაზე ვეღარ დავინახე რა. თორე ერთ სვლაში იყო მატი. ხვალ რაპიდის ჩემპიონატზე ამ გამოცდილებას გამოვიყენებ. რა იყო ესა, ვერაფერი ვერ გავიგე რა. ამ ტურში გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, 5-დან 2 გამარჯვება გქონდა და ძალიან გვჭირდებოდა მოგება. მე ყაიმი გავაკეთე, ზურა მოიგო, ნოდარმა ძალიან ლამა სტილში დაამარცხა პირველ დაფაზე საერთაშორისო დიდოსტატი და გაგვიხდა 6-დან 3. ბოლო ტურში შევხვდით ძალიან კარგ სლოვენიურ გუნდს, ჭირდებოდა მოგება რომ დადებითი ბალანსით დაგვესრულებინა ტურნირი, მოვბილიზდით 3-ვემ გავიმარჯვეთ 3-0 ლამაზად. ღირსეული დებიუტი შედგა საჭადრაკო კლუბ უჯარი მოდის. 4 მოვიგეთ, 3 წავაგეთ. აქედან ამ 3-დან 1 კიდე მოვიგეთ, მაგრამ საჯმა არ ჩაგვითო. აი, რაც იყო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პირველი დაფა წაიღო ნოდარმა სახლში, ერთი ყაიმის გარდა ყველა მოიგო. მე ბოლოსკენ გავცოცხლდი და რამდენიმე დასამახსოვრებელი პარტია შევთავაზე პუბლიკას. ზურამ ტრადიციულად ხან ლაზიერი დასვა, ხან რაღაცა და მაინც მოიგო თამაშები. ზუსტი ადგილი ჯერ არ ვიცით, დაითვლება. საბოლოოდ გავედით მე-6 ადგილზე, ზუსტად იმ პოზიციაზე, რომელზეც ვიყავით განთესილები. ანუ ზუსტად შეაფასეს ჩვენი შესაძლებლობები ორგანიზატორებმა. ორგანიზატორებმა რა, რეიტინგმა. 50-ზე მეტ გუნდში გავედით მე-6 ადგილზე, რაც უჯარი მოდისთვის, მე მგონი კარგი შედეგია სადებიუტო სეზონში. ხვალ ვეცდები რომ ხვალ მე არ მომთხოვოთ არაფერი, არც მე. შენ საპრიზოთვის გაქვს სათამაშო. მე წავალ შევწვევი წამლებს დავლევ. შენ გეხვეწები რომ დღეს რამდენი გათამაშეთ და რაღაცა არა, კაი იყო, გავერთე რა. ხვალ შებერი რა. რა მხილო განსხვავება ისა ხდები რომ რაპიჩი რა ბევრად უკეთესად თამაშობ ვიდრე კლასიკას და გამოსასწორებელია, მაგრამ მინდა გამოასწორე. ხვალ ინდივიდუალურ რაპიდებს დავცხებთ. პატიკო, შენ რო ჯადოსნური წამალი გაქვს, მომეცი და წავიდეთ. რაპიდი, ანუ სწრაფი ჭადრაკი 10 წუთი დრო, თითოეულ სვლაზე 5 წამი. კარგად დავიწყეთ. რაპიდი პირველივე ტურში გავიმარჯვეთ 3-ვემ. მეორე ტურში ზურამ წააგო FIDE Masterთან, მე წავაგე საერთაშორისო ოსტატთან, ნოდარმა მოიგო. ერთი-ორი შუალედური შეფასება, 1-2 ისმის ჩემი, Houston. პირველი 3 ტურის შემდეგ 3-დან 3 აქვს ნოდარს, 3-დან 2 მე და ზურას. კარგი დასაწყისი ნორმალურია, მაგრამ სხვა რამის გამოვწერ ამ ვიდეოს ახლა. მეორე ტურში შევხვდი ავსტრიის ნაკრების მოთამაშეს.
2450-იანს. 2450 ქონდა ცოტა ხნისენ პიკში. ნოდარს მოუგო კლასიკში, წინა ტურში. ჯავრი ვერ ვიყარე, მაგრამ შემეძლო. ისეთი ეგრეთ წოდებული კანფეტი პოზიცია მქონდა, ისეთი კანფეტი, რომ შემეშინდა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, მეთქი ახლა 1500 ხუმრობა დავწერე თავში, ეგრევე რომ გამოვდიოდი და ნოდარს ვეუნებოდი, რომ ამასთან როგორ წააგეთ. და ეგრევე დავსვი. რაღაცა ეგრევე წავაგე. მარტო ეგ ხელი მომეგო. და ვლოგი ანუ შეგვეძლო აქ დაგვემთავრებინა ვლოგი რა, ანუ უკვე შედგებოდა ყველაფერი. ხო და ისე მაყურებელს აუხსნათ, რომ აქ რაპიდის ტურნირში ყველა თამაშობს დიდოსტატიან, დამწყებიან, მოყვარულიანიან, ანუ აქ დივიზიონები არ არის და კაი შოუა მოკლედ რა. წავედით, იმედი ხარ დასაწყისი ადვილია ხოლმე როგორც წესი. მე ამთავარი. მეოთხე ტურში მე მოვიგე, ზურამ წააგო, ნოდარმა მოიგო. გადამწყვეტი მატჩების წინ კაი ამბები გვაქვს მეგობრებო 5-დან 5-ით ჩვენი ნოდარი თამაშობს ფაქტობრივად ტიტულისთვის ეხა შემდეგ პარტიას ჩვენ ძალიან ღირსეულად მივდივართ 3-3 ქულა გვაქვს ჩვენც რაღაცა კატეგორიისთვის ვიბრძვით რაც უნდა გავაკეთოთ იმას ვაკეთებთ აი რაც უნდა გავაკეთოთ იმას ვაკეთებთ არც მეც და არც ნაკლებს რასაც უნდა ვაკეთებდეთ მე ფიდე მასტერთან წავაგე ერთი IM-თან წავაგე დანარჩენებს მოუგე. IM-ი არის ავსტრიის ქალთა ნაკრების პირველი დაფა. ვინებს ხვდები უკვე რა წინსვლა გახდები? სად ვზივარ ხვდები? ვის გვერდით? რა ხალხში გავერიე? ლამაზო. ხო და დარჩენილ ტურებსაც თუ კარგად ვითამაშებთ მე და ზურამ. შეიძლება რაღაცას გამოვკრათ ხელი. და კონცენტრირებული ვართ ეხა პირველ დაფაზე. ნახოთ, დიდი ამბებია წინ. მეექვსე ტურში მე და ზურამ წავაგეთ ფიდე მასტერებთან, გეყოფათ ბლატაობაო და მიგვიჩინეს ადგილი, ხოლო ნოდარმა მოიგო და ერთი ნაბიჯი ტიტულამდე. ბოლო ტურში ზურამ წააგო, მე მოვიგე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ ნოდარმა გააკეთა ყაიმი, რაც ჭირდებოდა ზუსტად ის და გახდა ჩემპიონი. Lord Kipanidze. ახლა მე გაჩვენებთ ფოკუსს. აი იმის მე რო ხელში არაფერი არ მაქვს. აი ხელში არაფერი მიჭირავს. ოპ. ასისტენტი. ოპ. ოპა!
და შეძნა დაუდგე. მოდი. მეგობრებო, მეიშალა. ჩვენი წამოწყების მესამე ტიტული. მაგრამ სამწუხაროდ პირველად გადმოგცეს სერტიფიკაცია. აბაზი. ბუდაპეშტში მარტო ფული მოგცეს და აჰაო. არაფერი არ მოაყოლეს. ჭადრაკში ვინც ვერ ერკვევით, კარგად აგიხსნით, რომ სოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი ივენთი არის ბლიცი და რაპიდი სოფლიო ჩემპიონატი. ანუ რო იცოდეთ ეს ფორმატი არის ყველაზე პოპულარული ფორმატი და ყველაზე სერიოზული ტიტული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტიტული წამოიღო ბატონმა ნოდარმა. არა, თან როგორ, მოდი აღვნიშნოთ რა. ერთი წამით 14 რაპიდი ითამაშა ორ დღეში რა, 14 რაპიდი. 12 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა რა. ეს ერთი ყაიმიც ბოლოს ახლა ჭირდებოდა თორე ამასაც ეს არის ტიტული, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ისტორიაში დარჩება. შეიძლება არ არის სოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ არის ტიტული, სერიოზული ტიტული. შეიძლება ხელით ხოვი იმესაც. ხო და მოდი მადლობა გადაუხადოთ იმ ხალხს, ვინც დაგვეხმარა, რომ ეს ჩაგვედინა რა. მადლობა კროკოს, რომ ქართულ ჭადრაკს, ქართულ სპორტს ზოგადად გვერდში უდგას და თუ მკითხავენ, რას აკეთებთო, სად დადიხართო? აი არის თუ არა ეს? აი პირდაპირ ეს. კაი, გასაგებია რომ მე YouTube-ი რაღაცა მაიმუნობთ, მაგრამ ესენი ხო სპორტსმენები არიან და მე ვიმაიმუნებ და ამათ ქართულ სპორტს რაღაცა ტიტულები დაუმატონ რა. მე თანახმავარ. მე გავერთობი, თქვენ საქმე გააკეთეთ. და კარგად აიწყო საქმე და. ხვალ ბლიცი გვაქვს სათამაშო, მეგობრებო, show must go on. ერთი შეკითხვა მაქვს. შენ ხო არ იცი პატიკო პასუხი, ან კომენტარებში დაგვიწერონ იმის. დაუშვათ ააშენე ერთი გრანდიოზული შენობა, ხელოვნების ნიმუში საოცრებ. გავიდა დრო და ააშენე მეორე. მესამე. მეათე. გავიდა პერიოდი დაამატე კიდე 16. 472. ახვედი 472 საოცრებაზე. ხარ უკვე ერთი 897-ზე რა ასული და მანდ სად არის ის მიჯნა რომლის მეც ამბობ რომ კაი ხო კაი მეგონი ეგ მიჯნა დაკარგულია. გვეყოფა რა 1600 სრულიად საკმარისი არის ჩვენი აზრით. ანუ რაღაც მომენტში ეგ თუ დგება ეგ მომენტი თუ დგება მაინტერესებს რა რომ გაიქრეს ეგ. მორჩა მეტი აღარ გვინდა ყელშია გავიგეთ რა მაინტერესებს იცი? აი 1601 გენიალური ნაგებობა გააკეთე, ხო? ააშენე. სად დგება ის მომენტი, როდესაც ამბობ რომ მორჩა 1601 იყოს, აღარ გვინდა 1602. ეყოფა 1601 საოცარი შენობა, ეყოფა ამ ქალაქს. ხო და არა. არ არის მიჯნა? ერთადერთი ის მაინტერესებს, როდესაც წვიმა მოდის, მე რას აკეთებენ ხოლმე, ანუ ტილოებით მოდიან ამშრალებენ თუ ზურა მიკითხა, ხო იცი, აქ წყალი ხო ჩამოვაო. წყალი რა, პატარა მეტეორიც ჩამოვა ჩვეულებრივად. ნუ ეხლა სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემების გამო და გაფიცვის გამო დღისით ვერ მოვაღწიეთ აქ, თორე აქ რო სხივი დაეშვება, ეს კადრები ვერ შემოგთავაზეთ ძვირფასო მაყურებლებო, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნება აქ დღისით ზის სხივი რო დაეცემა. დაგუგლეთ და არის იქ სურათი. ჩვენც ასე უნდა გაგვეკეთებინა ისტორიულ ნაგებობებზე რა. წყალი კი არ ჩამოგვდის სპეციალურად რა, ვითომ სპეციალურად.
აქ არის დაკრძალული რაფაელი. ხალხის რაოდენობითაც მიხვდები ვინ არის აქ დაკრძალული რა. გვერდით იტალიის, გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის საფლავია, მაგრამ ყველა აქ დგას. იქ ძალიან ცოტა მიდის. რამხელა ფიგურა იყო რაფაელი, წარმოგიდგენია? აი, იქეთ არის ჯაბას საფლავი. შენ თუ ხვდები რომ მაგარი გადარჩენილები ვართ, ასეთი პანთეონი რო არ გვაქვს. რა მოხდებოდა? დაწყვიტავდნენ ერთმანეთს. ნაკლებად ნიჭიერი მხატვრები, რეჟისორები, პოეტები დაწყვიტა. გამიშვით. ჩემი ადგილია მანდ, მე უნდა დამკრძალონ. ეგეთი რაღაც შევამჩნიე. ადამიანები რომ მოდიან რაფაელის საფლავთან, გიდებს ეკითხებიან, რომ რაფაელი თუ აქ არის. მიქელანჯელო რატო არ არის დაკრძალული აქ? ეგრევე ამ კითხვას ვამეხო. და დავფიქრდი და საინტერესო შეკითხვა არის. მიქელანჯელო რო გარდაიცვალა, ფლორენციელებმა ჩუმად მოიპარეს მისი ცხედარი და გააპარეს ფლორენციაში და იქ დაკრძალეს. რაფაელი აქ არის. იდეაში მე თუ მკითხავ, კარგი იქნებოდა რენესანსის ყველა გენიოსი ერთ სივრცეში რო იყოს, გაიქნებოდა რა. მაგრამ ნუ ეს არც იყო თავიდან პანთეონად ჩაფიქრებული. იქნებოდა ერთი მოწყენილი ისტორია და ესე ნახე რა მაგარი ისტორია არის. საინტერესოა. კარიერაში პირველი ბლიცი გამოირჩა ინციდენტით. ლაზიერში გავედი და არ გავაცოცხლე, პაიკი დავტოვე, რის გამოც დამაჯარიმეს, 1 წუთი მოუმატეს მეტოქეს და წავაგე. ნოდარმა მოიგო, ზურამ მოიგო. მეორე ტურში თქვენთვის მაქვს ერთი კარგი ამბავი, მართლა კი არა, 3 კარგი ამბავი, 3-ვე მოვიგეთ. მესამე ტურში ზურამ წააგო ფიდემასტერთან, მე მოვიგე, ნოდარმა რა თქმა უნდა მოიგო. მეოთხე ტურში წავაგე ფიდემასტერთან, ზურამ მოიგო, ნოდარმა დაამარცხა ის ბაბუ, რომელიც გახდა ჩემპიონი ჩვენს დივიზიონში კლასიკში. დრო ჩამოუგდო მოხუც კაცს. ყოჩახ ნოდარ, ყოჩახ. ეს გასწავლეს? ამ ტურში მე მოვიგე, ზურამ წააგო, ნოდარმა კი მოიგო ძალიან კარგ მოჭადრაკესთან. მატიკო, როგორც იქნა გატყდა ნავსი. წოდების მქონე ადამიანს მოუგე რა. კანდიდატ მასტერს მოუგე რა. როგორც იქნა ეგ ნავსი გავტეხე და პირველი საჭადრაკო ანუ ვიღაც მოყვაროლე და რაღაცა კი არა. წოდებიანი. იოკუძუნას კი არა და აი სეკივაკეს მოუგე რა. აბა ესეთი და სხვა მრავალი. წავედით.
მეექვსე ტურში მედაზურამ წავაგეთ, მაგრამ რაც თავარია, ნოდარმა მოიგო და გადავიდა პირველ დაფაზე. მეშვიდე ტურში წავაგეთ მედაზურამ, მაგრამ ნოდარმა ყაიმი ითამაშა ინდუელ გრანდმასტერთან და იბრძვის ჩემპიონობისთვის. მეორე ტურში მოვიგეთ ყველამ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია მოიგო ნოდარმა და ბოლო ტურში გადაწყდება ვინ გახდება ჩემპიონი. ჩვენი ნოდარი თუ სხვისი ვიღაც. ბოლო ტურში მოვიგეთ მე და ზურამ. ნოდარს სჭირდებოდა ყაიმი და ბევრი აღარი. იწვალა უბრალოდ ყაიმი გააკეთა, რაც სავსებით საკმარისი იყო. ჩემპიონობისთვის! The Rook! Prima assoluto un applauso forte però, Lord Kipanidze. Bravo. Grazie a tutti. Grazie a voi. პრობლემა გვაქვს, ხალხო? რა პრობლემაა? ჩვენ ვიზიარზე გვაქვს მარტო ხელბარგი რა. აჰა. ხო და დამატება გჭირდება ბარგის, იმიტომ რომ ამდენი პრიზი იქ ვერ ჩაეტევა ხალხო, რაღაცა ჩასაბარებელი ბარგი გვაქვს საყიდელი ვიზიარზე რა. ეს არის ძიმია თან რა. ხო, ანუ 10 კილო გვაქვს ჩვენ ბარგი და სადმა წავიღოთ ეს პრიზები მე არ ვიცი რა. ეს არის ბრინჯაო, ზურას მესამე ადგილი. კლასიფიკატო. ზურამ მოიმატა რეიტინგი, გახდა 1999 დაახლოებით. გავიდა მესამე ადგილზე, ჩაიკუჭა 500 евро და მოდის თბილისში ლამაზად. ეს მეორე. ეს არის რაპიდი არის ფორმატი, 10 წუთი პლუს ლაზე 5 წამი. რომელიც ესე იგი ნოდარმა აიღო და წაიღო სახლში, გადაიკუჭა 300 евро და ეს პრიზი სამახსოვროდ გადაეცა, ეს რაც შეეხება რაპიდს. ეს უკვე ბლიცი. ბლიცშიც ცალკე 300 евро გადავიკუჭეთ. ეს პრიზიც მოგვაქვს და
რა ვიცი ხალხო. ორი ტურნირის ჩემპიონი. ორი ტურნირის ჩემპიონი. მე ეხა რა ვიცი, ახლა ალბათ ჩემთან არადანაირი მოთხოვნა არ უნდა გქონდეთ წესით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ 34 ნომრად ვიყავი განთესელი და მე 20-ზე დავასრულე ტურნირი, 14 მოვიმატე, 17 მოვიმატე რეიტინგი. პირველად კარიერაში დავამარცხე წოდების მქონე ადამიანი და პირველად კარიერაში 2000 პლუს ესეც რაღაცას ჩემთვის ნიშნავს, ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. ესეთი წარმატებული გასვლა ჩვენ არ გქონია. არა ხო. ახუნძლული მივდივართ სახში. ანუ ის რომ ბარგის დამატება პირველად გჭირდება. ჩვენ ჯერა და გვწამს რომ ფართხალს ყოველთვის აქვს აზრი რა და ჩვენ გვინდა რომ ვიფართხალოთ და დავამტკიცოთ რომ ღირს რა, რაღაცების კეთება ღირს. ამის თქმა გვინდოდა. ეს არის რა. წამოვალთ ახლა საქართველოში დავამონტაჟებთ ამ ყველაფერს გაჩვენებთ. არხი გამოიწერეთ? ერთი, მეორე, აღწერაში იქნება ყველაფერი. მადლობა ნოდარსო დაგვიძმაკაცდა და გვენდო. ცხვირი არ აგვიბზოა, რომ ვიღაცა სუქანი იუთუბერები რაღაც ტურნირებზე დადიან და მართლა მოჭადრაკეთს აყვა ამ მაიმუნობაში და აჰა. აგერ ფაქტი. ფაქტი რომ ღირს რაღაცების კეთება. მადლობა კროკოს რომ არასოდეს უთქვამს ჩემთვის რომ აი რა ჭადრაკი ჯავახა გიჟი ხო არა რაღაცა საქმეს მიხედე რაღაცა და ფაქტია რომ კროკოს დახმარებითაც თქვენი დახმარებითაც პატარა ფურცელი ერთი პატარა ფურცელი ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში ვეცდებით უფრო დიდი ჩავწეროთ ამისთვის დაგჭირდება დახმარება რა ეს დახმარება არის რომ გამოიწეროთ არხი და მე მივალ ხალხთან და ვეტყვი რომ ჭადრაკს უყურებს ხალხი ჭადრაკი აინტერესებს ხალხს რა და ხალხო ცოტა მეტი ხარდაჭერა ვიღაცა მოკიდეთ ნიჭიერ ბავშვს ხელი და ასპონსორეთ გაუშვით ტურნირებზე ანუ ამისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს რომ ნოდარს რო ყავს 200 რამდენი მოსწავლე ყავს 40 რაღაცა ხო აი იმ ბავშვებსაც გქონდეთ შანსი რომ ასეთ ტურნირებზე წამოვიდნენ რა ჩვენ ახლა რაღაცა გაგვიმართლა რომ სპონსორი ყავს რაღაცა ყავს წამოვედით ტურნირზე მაგრამ 1500 ბავშვს არ აქვს იმის საშუალება რომ ასეთ ტურნირზე წამოვიდეს და რაღაცა გააკეთოს ხო და ამისთვის გვინდა რა ეს ყველაფერი რომ სხვებსაც მოვანდომოთ და მოკლედ ხომ იხდით რა აბა დროებით კარგად